24 ივნისია 4 შაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოშიდობის. ევროპიდან რეზოლუციაზე და დაუსრულებელი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მისამართით. საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაც ეს ადამიანები საუბრობენ, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით, არა მარტო კანდიდატ ქვეყნებს შორის, ეს არის რეალობა და დანარჩენი რაც ელია რეზოლუციაში არ არის არავისთვის საინტერესო. გარეჩ არავისუფლებას არავის მივცემთ, ასეთია ოფიციალური თბილისის პოზიცია. ამ ფონზე კი ოპოზიცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ერთიანობაზე საუბრობდა, ახლა მორიგი შიდა საქმეების გარჩევითა და ერთმანეთის მხილებითაა დაკავებული. მე ასე ხარისხოვანი არის ნანუკა ჟორჟოლიანის პოლიტიკური არ. იმიტომ რომ აქ არაფრის ცოდნა საერთოდ აზრზე არ არის რაზე ლაპარაკობს. არაფერი ერთი იცის რომ მიშას რაც ეს სიამოვნება ის უნდა ილაპარაკოს, ანუ ეს საქმე არ იცის. პოლიტიკური სისტემები არ უსწავლია, ვერ ხვდება რას ნიშნავს ალიანსი. მე რომ ნანუკას და ლობიანას დამიძახებს, ეგ არის პოლიტიკა, ეგ ისწავლა? ანუ ეგ მაგას გვამადლის, რომ ეგ არის მისი თვითშემეცნება და თვითგანათლება და ასე შემდეგ. თვით არა უკაცრავად უნივერსიტეტები ქონია დამთავრებული და ეგ ჩემთვის პოლიტიკა არ არის. ეს არის ორღობის ჭორაობა და ორღობის რაღაც ურთიერთობები. დღეს სტუდიაში განსხვავებული პოზიციებით ნიკა ჩიტაძე, პეტრე მამრაძე. გადაცემის მეორე ნაწილში მიმდინარე მოვლენების საკუთარი საზოგადოებრივი ხედვით წერალი რეზო მიშველაძე. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. მაშასე ნიკა ჩიტაძე და პეტრე მამრაძე უკვე სტუდიაში არიან საღამოშიდობისა, მადლობა რომ მოხვედით. ბატონო ნიკა, თქვენგან მინდა დავიწყო ამ წუთებში სტრასბურგში ევროსაბჭოში კიდევ ერთი რეზოლუციისთვის ემზადებიან. ეს არ არის რიგით პირველი რეზოლუცია, ხო? მანამდე სხვადასხვა სტრუქტურიდან იყო არაერთი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების მისამართით. როგორ ფიქრობთ, რა მოიტანა ამ რეზოლუციებმა? კი ბატონო, მოგახსენებთ, რაც შეეხება თქვათ რეზოლუციებს, პირველ რიგში მივხვდით იმისა, რომ თქვათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თქვათ რეზოლუციას, ან იგივე მაგალითად ევროპარლამენტის რეზოლუციებს გააჩნიათ სარეკომენდაციო და არა სავალდებულო ხასიათი. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ხო, ეს თქვათ რეზოლუციების უმეტესობას თქვათ გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი. მაგალითად, რო ავიღოთ უმაღლესი ტრიბუნა, საერთაშორისო ტრიბუნა, ეს არის კაიროს გენერალური ასამბლეა. ხო, გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს გააჩნია სარეკომენდაციო ხასიათი, თუმცა ამავე დროს, რა თქმა უნდა, აღნიშნული რეზოლუციები გარკვეულ, ასე ვთქვათ, მორალურ პასუხისგებლობას ანიჭებენ კონკრეტული სახელმწიფოების ხელისუფლებებს, როგორც ასეთი და ნუ შემდგომ უკვე ხელისუფლებების კომპეტენცია გაითვალისწინებენ თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს ეგეთი ხო ლათინური გამონათქვამი, რომ თავარი ცოდნა ეს არის რა მიზესთან ცოდნა, ხო? ანუ რატომ იღებს თქვათ იგივე ევროპარლამენტი ან ევროპის საბჭო თქვათ იმ რეზოლუციებს, სადაც ესე იგი კრიტიკულად არის მოხსენიებული თქვათ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების თქვათ საქმიანობა ადამიანის უფლებათა დაცვისა თუ თქვათ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიმართულებით, ხო? ფაქტია, რომ განსაკუთრებით აი ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვიცით, რომ გვაქვს ესე იგი რადიკალური უკუსლა, იმიტომ რომ 300-ზე მეტი ადამიანი, თქო, არის ფიზიკურად დაზარალებული, ვიცით, რომ თქვა, ასე მეტი ადამიანი იმყოფება ციხეში, თქვა, ხო, ქვეყანას, თქვა, პოლიტიკური პატიმრები, სინდისის პატიმრები, ადამიანებს აჯარიმებენ, ან აპატიმრებენ ტროტუარზე, თქვა, დგომის გამო და ბუნებრივია ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იგივე ევროპული სტრუქტურები, მათ შორის ევროკავშირი, მათ შორის ევროპის საბჭო, ვერ და არ იქნებიან, თქვა, გულგრილები იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. ეს არ არის არანაირად ქვეყნის შიდა საქმეებში თქვა ჩარევა და რატო? იმიტომ რომ თქვა ევროკავშირი რო ავიღოთ, ევროკავშირი გახლავთ პირველ რიგში როგორ დახურული ორგანიზაცია, დახურული კარგი გაგებით, ანუ რაც გულისხმობს თქვა გაერო არის ღია ტიპის ორგანიზაცია, სადაც ნებისმიერ სახელმწიფოს ხო დაწყებული თქვა შვეიცარიიდან და ლუქსემბურგიდან დამთავრებული თქვა ჩრდილოეთ კორეით თქვა შეუძლიათ გაწევრიანება აღნიშნულ ორგანიზაციაში, ხო საერთაშორისო უნივერსალური ორგანიზაცია გაერო, ხო რომელიც შედგება 193 წევრი სახელმწიფოსგან, ხო და რაც შეეხება თქვა ევროკავშირს და ნატოს ამ ორგანიზაციების სტრუქტურებში გაწევრიანება ხდება, თქვა მოწვევის საფუძველზე და მოწვევა როდის შეიძლება გაეგზავნოს კონკრეტულ ასპირანტ ქვეყანას, ოდესაც ის აკმაყოფილებს კონკრეტულ სტანდარტებს. ბატონო ნიკა, თუ შინაარსში შევალთ ამ რეზოლუციებში
პრაქტიკულად თუ არ ვცდები თითქმის ყველა რეზოლუციაში რაც მიგვიღია ევროპარლამენტიდან ყოველთვის წერია ხოლმე სააკაშვილთან დაკავშირებით, ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ფაქტი თვითონ სააკაშვილი როგორც შემოვიდა საქართველოში ხო საზღვრის წესების დარღვევით. ასეთი ფაქტი რომ მომხდარიყო ამერიკაში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ ყოფილი პრეზიდენტი საზღვრის დარღვევით შესულიყო იმ ქვეყანაში, ეს იქნებოდა კრიმინალი თუ ის რასაც საქართველოს თხოვენ რომ პოლიტპატიმარი. აი როგორ რა შეგვიძლია კი ბატონო, კი, მადლობა მოგახსენებთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ესე იგი, მან სააკაშვილი თქვათ გასამართლებულია პირველ რამდენიმე თქვათ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე არის, ხო, აღსრული, ხო, კი ბატონო, მაგრამ აქ საქმე რაში მდგომარეობს, ხო? საქმე თქვათ მდგომარეობს იმაში, რომ მანამდე აგორებული იყო რაღაცა ესე შავი პიარ კამპანია, ხო, მაგათაც გახსოვთ, ხო, საუბარი იყო, თუნდაც აი თქვათ ზნეობრივ ხარეს რო გავამახვილოთ მაგათაც როცა სააკაშვილმა მოიპარა 19 მილიარდი დოლარი სიტყვაზე და მიითვისა ხალხის თანხა, ხო? ნუ აბსოლუტური წყვილი, ხო, როგორც ასეთი, ხო? ან მაგალითად არა, ამებზე რო თავი დავანებოთ. ფაქტი მოხდა თვითონ დაკავება იმაზე, რომ საქართველოს შემოვიდა საზღვრის დარღვევით. ყოფილი პრეზიდენტი. ჯერ მორალურ მხარეს რო თავი დავანებოთ, ის იყო ქვეყნის პრეზიდენტი და საქართველოს კონსტიტუციის გარანტორი, ხო, თავის დროზე წესით. ეს ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტი რომ შემოდის ქვეყანაში არსებს ხო საქართველოს ტერიტორიას პატივს როდესაც ესე შემოდიან მხოლოდ არ ვიცი ვინ თქვენი შეფასება მაინტერესებს ამაზე ეს არის კრიმინალი თუ არ არის კრიმინალი ეს იქნებოდა დასავლეთში კრიმინალი რომ შესულიყო ქვეყნის რომელიმე პრეზიდენტი ისე როგორც სააკაშვილი შემოვიდა თუ არა არა და რატომ მე გეტყვით რატომ ხო? იმიტომ რომ კი გეთახმებით რომ სისხლის სამართლის კოდექსში წერია რომ თქვა საზღვრის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა ხო იჯება ხო თქვა კი ბატონო თქვა არის კონკრეტული ხო სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული კონკრეტული მუხლი ხო? მაგრამ ჩვენ უნდა ისევ და ისევ თქვა თქვენს დებატს ტელემაყურებლებს ნებართვით გავიმეორებ ხო? გამონათქვამს ხო ლათინურს ანუ გეტყვით ხო რატომ დატოვა სააკაშვილმა ესე იგი საქართველოს აი იქიდან დავიწყოთ ყველაფერი. მაგათაც, როდესაც ვარდების რევოლუცია მოხდა, ხო, შევარდნაძე შევარდნაძე გადადგა, ხო, მაგრამ შევარდნაძე ვინმე დააპატიმრა, ან რაღაც გახდა იძულებული ასული იყო ქვეყნიდან, არა, ის დარჩა ქვეყანაში, ხო, ის ცხოვრობდა, ხო, საკუთარ რეზიდენციაში და მას არავინ არ აწუხებდა. იქნებ ამასაც არ ააპატიმრებდა, არა, ფაქტია, რომ ეხა ხო აღზრდეს მის წინააღმდეგ თქვა სისხლის სამართლის საქმე. ანუ ის იძულებული გახდა, ასე თქვა, წასულიყო, ხო, ქვეყნიდან, მიხვდით? ანუ წასულიყო ქვეყნიდან, ან როგორ აიცით, გააჩნია აი მაგათაც ეს კითხვა რო დავსვათ რა ადამიანის კვლელობა კარგია თუ ცუდი რა თქმა უნდა ცუდია ხო თქვენ მეტყვით ცუდია მაგრამ მე გეტყვით რომ გააჩნია რა შემთხვევაში ცნობილი ფილმის არ იყოს ხო ერთ ტანკს უფრო მეტი რა შემთხვევაშია კარგი აი რა შემთხვევაშია კარგი მაგალითად უკრაინელი ჯარისკაცი რომელიც იბრძვის სამშობლოს დასაცავად ხო და კლავს რუს ოკუპანტს ხო ამ შემთხვევაში ის იძულებულია რომ ანუ იძულებულია ხო ანუ აუცილებელი მოგერიება არსებობს ეს ასეთი ნორმა სისხლის სამართლის კოდექსში მე ამ შემთხვევაში გეუბნებით აი რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი თავის ქვეყანაში რასაც გინდა აბრალებდნენ ტყუილია მართალია ფაქტს გეუბნებით შედიხარ შენს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ხარ ამით არის ალბათ უპატივცემულობა ხო შენი ქვეყნის თუ საზღვარს ტერიტორია ჩვენ შეგვილახარ ოკუპანტმა რუსეთმა ხო ჩვენ საზღვარს არსებს პატივს სააკაშვილის ქმედებით ეს არის შეურაცხყოფა ქვეყნისთვის არის თუ არა როდესაც შემოვიდა ისე როგორც შემოვიდა და არის თუ არა დანაშაული და ეს იქნებოდა თუ არა იგივე საფრანგეთში დანაშაული რომ ასე მე გეტყვით ხო ამ შემთხვევაში თქვათ არა ანუ ის იძულებული გახადეს ხო ჯერ ესეთ რომ ქვეყანა დაეტოვებინა ხო იძულებით ხო არ შემოიყვანეს არა იძულებით არა თვითონ შემოვიდა ამიტომაც იცოდა რომ ამ შემთხვევაში თქვათ ხო შესაბამისად თქვათ სხვა გზა არ არსებობდა თქვათ ის უნდა შემოსო თუმცა მე იმასაც გეტყვით მე წინააღმდეგი ვიყავი მისი დაბრუნების მე ეს მორალური მხარეა მე არა მორალურს მაგრამ იმიტომ რომ ეხლა ნახეთ იძულებული გახდა რატომ დააბრალეს რომ თურმე ლარი მიდიოდა სააკაშვილის ჯიბეში ბენზინიდან ტყუილი ხო რომ მაგალითად ტარიფები არის გაზრდილი და იქიდან თანხა თქვა შედიოდა სააკაშვილის და მისი გარემოცვის ჯიბეში ხო კვლავ ტყუილი საქართველოს დაიწყო ომი 2008 წელს ხო მაგათ ამაზე ბატონი პეტრე გაგცემთ პასუხს თავის დროზე მუშაობდა მასთან და უფრო მეტი ინფორმაცია კი ხო არა ეგეც ტყუილი არის ხო საკუთარ ქვეყანას არ შეიძლება ხო თქვა დააბრალო ომის დაწყება სააკაშვილია და საქართველოს ომს ვერ დაიწყებდა და საქართველოს ესე
ერთ-ერთ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 98 მუხლის მიხედვით, ხო, თავდაცვითი ომი არის საქართველოს სუვერენული უფლება, ეს ერთი. და მეორე, გაეროს წესდების 51 მუხლის მიხედვით სახელმწიფოს გააჩნია უფლება ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაზე. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, ხო, საქართველოს აწარმოებდა თავდაცვით ომს, თუნდაც იგივე საქართველოს შიდა კანონმდებლობის გათვალისწინებით, ან თუნდაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით. როდესაც ამ შემთხვევაში თქვა აბრალებს სააკაშვილი, აბრალებს სახელმწიფოს, ხო, თქვა. ამასაც ხო არ აბრალებენ საზღვრის კვეთას ბატონო. არა, მე გეუბნებით ერთი, ხო, აბრალებენ, ბევრ ამას აბრალებდნენ, ხო, ნუ თქვა ახლა სანდრა რულოვსი როგორ ყიდდა თქვა ორგანოებს, ხო, ვიცით, ხო, ეს ამის შესახებ, ხო, ტყუილი არის, ხო, ანუ ეს არის აგორებული ტყუილი და ამიტომ რომ კარგად ესე იგი ჯონათან სვიფტს, ხო, ცნობილ ჩვენ საყვარელ გულივერის ავტორს აქვს ნათქვამი, რომ ამბობენო, რომ ცილისწამება დარტყმას პირველ რიგში აყენეს პატრიოტსან ადამიანს, ისევ როგორც თქვა ჭია პირველ რიგში ეტანება მწიფე ხილს, გამიგეთ? აქედან გამომდინარე, ეს არის იძულებით ნაბიჯი, საერთო ჯამში თქვა, ხო, აი ხო გეუბნებით, ახლა ის რომ დავსვათ, მიზეზი უნდა გავარკვეთ, ახლა ის რომ დავსვათ საკითხი, რომ აი კაცის კულა ცუდია თუ კარგია, ხა თქვენ მეტყვით, რომ კი ცუდია, მაგრამ მე გეუბნებით, რომ რიგ შემთხვევაში კარგია, ხო, თქვა ქართველი სასარგებლო უნდა მოიტანოს შენი ქმედებით და სასარგებლო რა მოიტანა სააკაშვილის არაჟდის კონტეინერით შემოსვლა. იმიტომ სხვანაირად ვერ შემოდიოდა, ხო გეუბნებით. გასაგებო, მოდი ბატონი პეტრასთან გავაგრძელოთ. მაგრამ მე წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ რომ წინაპირობა აქ არისო, ეხლა გასაკვირია მართლა ვინ მოაწყვა როგორ რაღაცა თქვა, ხო, მე წინააღმდეგი ვიყავი საერთოდ, მაგრამ რაც შეეხება თქვა, არის თქვა, აი ძალიან ბევრი მხარე, მორალური თუ სამართლებრივი და ამაზე რა თქმა უნდა ვიჩვენოთ. გასაგებია. ბატონო პეტრე, მოვისმინეთ ბატონ ნიკასგან იმ საქმეებზე თქვენ უფრო ჩახედული ხართ კონკრეტულად რას აბრალებდნენ, რას არ აბრალებდნენ. ის მოდით წამოვიდეთ იქიდან რომ აი ეს რეზოლუციაზე მოდის და თითქმის ყველა რეზოლუციაში წერია რომ სააკაშვილი გაათავისუფლეთ. რომ აი ბატონი ნიკაც საუბრობდა რომ ძალიან ბევრს აბრალებენ მოუგონესო სააკაშვილს ეს საქმეებიო რაც შეეხება კონკრეტულად იმაზე რაზეც მოხდა მისი დაკავება აქ საზღვრის უკანონო კვეთაზე აი თქვენ როგორ შეფასებას აძლევთ? ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო რამ არის, თუმცა რა თქმა უნდა ამაზეც გიპასუხებ. თავარი არის რა, აი ამ რეზოლუციებთან დაკავშირებით. დასავლეთში პოლიტიკა საქართველოს მიმართ აგებულია ორ დიდ ტყუილზე. რა ტყუილებია ესენი? ეს ტყუილებია, რომ 24 წელს საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, არ გაყალბებულა. ამაზე ცალკე მინდოდა მე და საუბრობდი. აი გეტყვით ამას, არ გაყალბებულა წერტილი. მეორე ტყვილი რომ ეს ხელისუფლება არის პრორუსული. პრორუსული ხელისუფლება ნამდვილად თავიდან ბოლომდე იყო კგბ-ს ეფრეიტორ სააკაშვილისა და ბიძამის რომელსაც გენერალ-დალზე ნაკრებს არ უწოდებდნენ, მათი ხელისუფლება და ამაზეც შემიძლია მოგიყვეთ, რატო იყო პრორუსული. აი ამ ორ დიდ ტყილზე აგებულია ეს ყველაფერი და ამ ტყილიდან ვერ გამოდიან. თქვენს დასაბუთება არანაირი არ აქვთ. აი ხე იყო ჩამოსული შესანიშნავი პიროვნება რამას პაპუაშვილი შეიძლება იცით გაგიგიათ საფრანგეთში დაბადებული ივანე გომართელის გამოჩენილი ჩვენი მოღვაწის დამფუძნებელი კრების წევრის და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწის და ექიმის შვილიშვილი ღირსეული ბევრი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და მან თქვა ყველამ უნდა იცოდეს საქართველოში რომ თქვენს ხელისუფლებას პრორუსული შეარქვეს მას შემდეგ რაც ამ ხელისუფლებამ უარი თქვა ჩართულიყო ომში ამაზე მექნება ბატონო პეტრე კითხვები დიახ რაც შეეხება შემთხვევით დროს მოვდომით იმაზე როგორ შემოიპარა და რატო შემოიპარა ეს ნაწილი ამოწურო და მე გადავიდეთ იმ თემაზე ეს ამოსაწურია ცხადია პირველი ტყუილია რომ ვინმე აპატიმრებდა ეს არის პანიკიორი ლაჩარი მთელი ეს დრო სანამ მქონდა ეს წელი 13 წლამდე მე ხო ძალიან ახლოს ვისწნობ მიშას დიახ გორში რო გაიქცა მე რა თქვა ცნობილმა ვეტერანმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა თქვა ღიად რომ ასეთებს ომში ხრეთდით ადგილზე კანონი იყო როგორც მაშინ გაიქცა აი ესე დაფრინავდა იქეთ-აქეთ გამქონდა ძალიან დიდი ქონება კეზერაშვილის ანგარიშზე რო არის $1.5 მილიარდი აი საიდან გაჩნდა ოფიციალურად არის იმიტომ რომ სჭირდებოდა რომ ოფიციალურადაც ყოფილიყო გატანილი არის გაცილებით მეტი გატანილი არის იმდანაც ბევრი რომ ესე იგი თქვა სულაც არ უჭირთ დააფინანსონ ჯო ვილსონი ათობით და შეიძლება $100,000 სულაც აუჭეს სააკაშვილის დედას გადაიხადოს $917,000 ლობისტურ კომპანიას რის შედეგადაც იწყება ეს წარმოუდგენელი ტყუილები მის ოფნაზე, შიმშილზე, წამებაზე და ასე შემდეგ ისმით. აი ეს ტყუილებში და ამასთან გვაქვს საქმე. გაიქცა.
გაიქცა და ამის შემდეგ კიდე დიდხანს არავითარი საქმე არ იყო აღძრული. გაიხსენეთ ეს დრო. მერე ხდება ეს ყველაფერი. და გამოდიან ლევან ბერძენიშვილები და სხვები და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არათუ დაპატიმრება აღზრა საქმისა და ვინ არიან მაშინ? იმ ეკლექტიურ ოცნებაში არიან ეს ადამიანები და თან კომიტეტის თავმჯდომარეები არიან, გესმით? ანუ თავისუფლად კოალიციაში იძახა. ყველაფერი მერე დაიძრა. მე შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის სადისტური რეჟიმის დროს გამოჩენილი, ასე ვთქვათ, როგორც იყო ევროპის საბჭოს კომისარი, ნობელის პრემიის ლაურეატი თომას ჰამერბერგი წერდა რა ანგარიშს საქართველოზე, იქ ესე იგი ისეთი რამეები წერია, რომ საქართველოში ნებისმიერი ადამიანი, ბიზნესმენი თუ სხვა, მზად არის ხელი მოაწეროს და აჩუქოს თავისი ქონება და ბიზნესი სახელმწიფოს, ოღონდ აიცილოს თავიდან სასტიკი მოპყრობა საქართველოს ციხეებში. ეხლა ნახეთ, ბევრი წერდა ამას. მე პუბლიკაციები შეგროვებული მაქვს, წიგნშიც გამოყენებული მაქვს ეს უცხოეთში რასაც წერდნენ, თორე ჩვენ ხო აქ ვიცით რაც არის. ეხლა ნახეთ, ამ დროს პოლიტიკოსები ჩამოვიდოდნენ თქვათ ნატოს გემდივანი რასმუსენი თუ სხვები, მათთვის ეს ანგარიშები, მათივე სტრუქტურების გაკეთებული არ არსებობდა. იტყოდნენ რომ დიდად მადლობლები ვართ რომ ეს იგი ამხელა კონტინგენტს აგზავნის საქართველოს ნატოს იმაში სამშვიდობო ძალებში 1000-ზე მეტი ადამიანი ჩემპიონები არა ნატოს ქვეყნებში ჩეხეთი სრული წევრი ნატოსი 100 კაცს აგზავნიდა საქართველოს აგზავნიდა 1000 და მე ხო გავსოთ ეს სააკაშვილის შესვლა ავღანეთში რომელმე რამდენი მოკალით სხვები ჩადიოდნენ და ვიცავთ პრეზიდენტები ვიცავთ აქ ავღანეთის მოსახლეობას მშვიდობა და ასე შემდეგ ამისი გამოსვლის შემდეგ გავსოთ მე რო იყო ქართულ ჯვაროსნებზე და მე იყო თავდასხმა ჩვენს ბაზაზე და ბარემ 26 ადამიანი დაიღუპა ჩვენი ბიჭები სააკაშვილის ამ გამოსვლის შემდეგ მე მინდა ძალიან მოკლედ თქვა იმიტომ რომ დრო ცოტა სააკაშვილი ნაირი დამნაშავე საქართველოს ციხეში არ ყოფილა ჯერ მე ძალიან კარგად ვიცი რა გვჩადენილი ჯაბა იოსელიანს თენგისკოტოვანს ხვებს რამხელა ზიანი მიაყენეს ჩვენ სამშობლოს საქართველოს ვერც კი შეადარებ იმას რაც გააკეთა სააკაშვილმა მადლობა ბატონიკა უკრაინის შუის აი უკრაინის თემიდან მინდა გადმოვიდე როდესაც დაიწყო რუსეთის შეტევა უკრაინაზე მაშინ იყო მოთხოვნა რომ საქართველოს ხელისუფლებას ხელი შეეწყო იმისთვის რომ აქედან პირდაპირ რეისები განხორციელებული იყო რომ მუხალისეები წასულიყვნენ უკრაინაში საქართველოს ხელისუფლების პასუხი მაშინ იყო უარი ამის აქედან დაიწყო პრაქტიკულად ხელისუფლების კრიტიკა რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეხმარება უკრაინას მე იყო განცხადებები თითქოს და რუსეთს ეხმარებოდნენ სანქციების გვერდის სავლაში ასე შემდეგ და ასე შემდეგ ახლა ევროპიდან გვესმის ასეთი მოსაზრებები რომ უკრაინას უფრო მეტი შანსი აქვს რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში ვიდრე საქართველოს. რატომ არის რომ უკრაინა როდესაც ახლა ომში არის ჩართული რომ მათ უფრო მეტი შანსი აქვს ვიდრე საქართველოს. დიახ. კი ბატონო მოგახსენებთ პირველ რიგში ხა რაც შეხება თქვა აი პირველი განცხადება რომელიც გაკეთდა ხო საქართველოსთან გახსოვთ როცა ომი დაიწყო ხარიბაშვილს რო კითხეს მაშინ თელ პრემიერ-მინისტრს ხო უკრაინასთან დაკავშირებით ის უკრაინაში ომი ეს არის უკრაინის ომი მე ჩემი საქმე მაგ და ჩემ კაბინეტში უნდა დავბრუნდე და ის ადამიანი ხო რომელმაც ასე თქვა აცილა ხო საქართველოს მითომ ომი და თავის დროზე დავით გარეჯი თურმე საქართველოს შეუნარჩუნა გავხსოვთ ხო ეს ხო დღეს იმყოფება ციხეში და მისი ესე იგი სახლიდან რა ვიცი ოქროზოდები გამოიტანეს და მილიონობით დოლარი გამოიტანეს ხო და როგორი სასახლეები აიშენა თქვა იქ ბაკურიანში თქვა შიდა უღრან ტყეში მაგალითად იქ დედოფლის წყაროში და ამ შემდეგ და ამ შემდეგ ხო ვიცი ჩვენ ამის შესახებ ხო უკრაინასთან რა შესაძყვისი აქვს ხო, არა, პირველი განცხადება საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომზე, ხო? ბუნებრივად ხა არავით საქართველოს არ ითევდა ომში. ანუ რა საქართველოს თავსტო დასწოდა, თქვა რუსეთს, თქვა შეეტია, თქვა როგორ თქვა აფხაზეთში შესული იყო ქართული ჯარი თუ როგორ ხო? ანუ საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც მოხალისეების გაშვებაზე ხელი უნდა შეეწყო და არა, მოხალისეები აქ არ იყო, საერთოდ ომში ითრევდნენო, ხო, საქართველოს ხო და მაგრამ მომენტი ესეც ხო იყო, აი მაგალითად რას გამოიწვევდა საქართველოს ხელისუფლებას რომ მოხალისეებისთვის სპეციალური თვითმფრინავი დაექირავა
დაიქირავებინა და გადაიყვანა ეს არა, ხელისუფლებას რო დაიქირავებინა, არა, ხო, ხელისუფლება არაპირებდა, მაგრამ ის ადამიანები გაიშვა, რომ მოითხოვნა იყო. არა, ვიღაცა იარაღის გარეშე შეხა, თქვა შეიძლება თბილისში კიევის რეისია და ვიღაცა გაფრინდა, ხო, მაგრამ ხელისუფლება თუ არ ყოფდა. ანუ ხელისუფლება რატო გეკითხებით ამბობს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთო მაშინ და ეს ნიშნავდა ამას? არა, ეს არ ნიშნავდა, იმიტომ ხელისუფლება არა, ოფიციალურად თქვა, აი თბილისი კიევის რეისია და ვიღაცები გაემგზავრნენ, ხო, სიტყვაზე, ხო? გამოაცხადებ, რომ ომში მივდივართ. არა, ნუ თქვა, არა, წავიდნენ, თქვა, ჩავდივართ, ხო, მაგრამ აქ ხელისუფლება არ შუაში და ანუ ქართული სახელმწიფო აქ ამ შემთხვევაში, ხო? ქართული სახელმწიფო ბატონიკა, ხო გახსოვთ რასაც გეკითხებით? არა, იქ იყო საუბარი, თითქოს ახლა საქართველოს ჩართვა უნდა და თქვა ევროკავშირიდან ეკავდნენ ამერიკიდან, რომ საქართველოს ჩაერთო. ახლა როგორ უნდა ჩაერთო საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში, შესაძლოა თქვა რუსეთის ტერიტორია 253 ჯერ აღემატება საქართველოს. ხო იყო მოწოდებები მეორე ფრონტზე, ასე შემდეგ, რა იყო ეს? არა, მსგავსი თქვა მოწოდებები, რომ საქართველოს მაშინ როგორ უნდა ჩართულიყო, ხო, საქართველოს, ანუ თქვა რა სამხრეთიდან შეეტია, თქვა, ხო, ესად გადასულიყო გასტონდარის ხარები ძმებო, ახლა შესაძლებელი დრო არის. შეიძლება თქვა, უბრალოდ მოხალისეები გაემგზავრნენ, მაგრამ მოხალისეებს ხო არა აქვს, ხო, ქართულ სახელმწიფოსთან, თქვა, დღევანდელთან კავშირში, ისინი მოხალისეები არიან და ომობენ, ხო, ომში, ხო? ისე როგორც უკრაინელი მოხალისეები უნსოს წარმატებენ. რითი არიან წინ ახლა სტანდარტებით? აი დასაკმაყოფილებს უკრაინა და რას ვერ ვაკმაყოფილებს ჩვენ? უკრაინა პირველ რიგში აკმაყოფილებს დემოკრატიულ სტანდარტებს და რას გულისხმობ. აი ნახეთ, უკრაინა მაგიდგინა დამოუკიდებლობა 1991 წელს, ხო? უკრაინაში მაგალითად აი დემოკრატიის დონეს რაც შეეხება. ნახეთ, უკრაინაში მოქმედი პრეზიდენტი, სამი მოქმედი პრეზიდენტი შეიცვალა. 1995 წელს ლეონიდ კრავჩუკი შეცვალა ლეონიდ კუჩმამ. მოქმედმა პრეზიდენტმა წააგო, ხო? მერე კი იყო, თქვათ, ვიცით, ნარიჯისფერი რევოლუცია 2004 წელს, კი ბატონო, მაგრამ შემდეგ პრეზიდენტი იუშენკო, ხო, დამარცხდა 2003 წელს, მოვიდა გვინდა არ გვინდა, მაგრამ მოვიდა იანუკოვიჩი ხელისუფლებაში. მერე კი იყო მაიდის მოვლენები, მაგრამ შემდეგ პეტრე პოროშენკო მოდის ხელისუფლებაში, მაგრამ პეტრე პოროშენკო დაამარცხა ზელენსკიმ, ხო? იყო ორი ტური და დაამარცხა ზელენსკიმ და ზელენსკი 2018 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. და გასაგები მინისტრთა და გამო დღეს უკრაინაში არჩევნები არ ტარდება, ხო? საომარი ვითარება, ხო? მაგრამ როგორც კი ომი დასრულდება, ხო? მერე ჩატარდება, რა თქმა უნდა, არჩევნები და ზელენსკი სულ არ იქნება, რა თქმა უნდა, ხელისუფლებაში. იგივე თქვა მაგალითად ესეთი მარცხდებოდა, თქვა, ხო, მართველი პარტია, თქვა, იქ იუშენკო, ტიმოშენკოს ბლოკი, თქვა, ანუ იცვლებოდა ხელისუფლება, ანუ არჩევნები იყო თავისუფალი მეტნაკლებად და მერე იცით რა არის, კიდე მოდით ესე ვთქვათ, ეხლა რითი გვისწრებს ჩვენ? აი მაგალითად ეგა დემოკრატიის ხარისხი ერთი, სიტყვის თავისუფლება. კორუფცია აქ უფრო მაღალია ვიდრე ის? კორუფცია, გეტყვი. კორუფციის მხრივ კორუფციის აღქმის ინდექსი საქართველოს წინ არის. მაგრამ ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურება და რატო? ნახეთ, როდესაც საქართველოს წინა ხელისუფლებმა ჩაიბარა ხელისუფლება, საქართველოს კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, ხო, სოფლიო ბანკი აქვეყნებს სამონაცემს, საქართველოს იყო სადღაც 155 ადგილზე. ხო, ჩვენ გვახსოვს, ხო, ის ინსპექტორები რო აჩერებდნენ ხალხს და თქვა, თვითონზე მომეწევი არის ოფისიდან დაწესებული. ბატონ დიკა, როგორც მეუბნებიან, თქვენი ხმაზე რაღაცა პრობლემა არის, მე მგონი. და გადმოვალ რამდენიმე წუთში გაასწორებენ ხმას. ბატონ პეტრე, ახლა საუბრობდა ბატონი ნიკა, რომ რაღაცა მონაცემებით დემოკრატიული ხარისხის უკრაინა უფრო წინ არის ვიდრე საქართველო და ამიტომ არის იმაზე საუბარი ევროკავშირიდან რომ ისინი უნდა გაწევრიანდნენ უფრო მალე. შთაბილება რჩება რომ რა ვიცი განზრახცხადი არა, მაგრამ რაღაცა არარსებით საკითხებზე გადაგვაქვს ყურადღება და საუბარი. მოდით არსებითზეც ვთქვათ. ჯერთი ვიტყვი შევახსენებ ყველას. რა ჩაედინა ოცნებამ, მე მოგახსენებთ ვართ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პარტიის წევრი, ჩვენი პროგრამა ცნობილია, გამოვდივართ ამას ვამტკიცებ და აი ამ გადასახედიდან მე ადრეც ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას, ახლა უკვე როგორც პარტიის წევრი. აი ნახეთ რა ხდება. 22 წელს, 24 თებერვალს იწყება რუსეთის შეჭრა უკრაინაში და სასტიკი ბრძოლა. რას აკეთებს ოცნება? რას აკეთებს? გავიხსენოთ. ტანკები რუსული და артиლერია დგას თბილისიდან დავით აღაშენების ძეგლიდან პირდაპირ ხაზზე რა ვიყოთ 29 კილომეტრში. არაფერი მათ არ აკავებს. არავის არ ეწყინოს და ურსულა ფონ დერ ლაიანი და კალასი ერთად რო გამოვიდნენ და ასე ვთქვათ, მაინც არ შეკავდებიან ეს ტანკები. 40 წუთში შეუძლიათ რომ დაბნენ რუსთაველს. გარდა ამისა, კრემლის ხელში ვებეთელა პაკეტი. გამზადებულია რახანია პუტინის ხელმოწერა აკლია, რომ დაკმაყოფილდეს ეგრეთ წოდებული ცხინვალის პარლამენტის ეგრეთ წოდებული მთავრობის და მოსახლეობის მრავალგზის მოთხოვნა, რომ შეუერთდეს
დედა სამშობლოს ჩრდილო ოსეთს, ხო? მოაწევს დღეს ამ ხვალდილით და დუმა ტაშის გრიელით მიიღებს და მივიღებთ რას? საზღვარს მივიღებთ 28 კილომეტრში და მთელი ტრასის გასწვრივ. დამთავრებული ამბავია, ასევე მრავალი სხვა არ შემოვთვლი ამ პაკეტს, ხო? ამ მდგომარეობაში ვცხოვრობთ. აი, ამის გათვალისწინებით და გაიხსენეთ, აი, შეადარეთ ფინეთს, ბაზები გაიყვანეს 55 წელს გასული საუკუნის. ბაზები არ ქონდათ. არც ერთხელ არ მისცეს ხმა გაეროში და არსად საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. უნგრეთში ჟლეტა იყო. ფინეთმა თავი შეიკავა. ჩეხოსლოვაკიაში შევარდნენ საბჭოთა კავშირში 68 წელს. ფინეთმა თავი შეიკავა და არავინ არ საყვედურობდა პრორუსული ხარო. 26 წელი ზედიზედ იყო ურხო კალევი კეკონანი პრეზიდენტი. რატომ? სტალინის შერჩეული კადრი იყო და მთელმა ფინეთმა იცოდა. იცოდა რომ ეს არის ერთადერთი გზა ფონსზე გასვლისა და ასე. აქ კიდე ანუ ჩვენ რომ რეზოლუციებს მიუერთდით, ეს იყო რომელი რეზოლუცია? პირველი მეორე დღეს თუ მესამე დღეს, მე მგონი მეორე დღეს, ოცნების ხელისუფლება მისცა აი ამ ევროპის საბჭოში ხმა რუსეთის სტატუსის გაყინვას. გაიყინა სტატუსი. ორი დღის შემდეგ მისცა ხმა რუსეთის გაგდებას, გარიცხვას, ევროპის საბჭოდან გარიცხეს რუსეთი. შემდეგ გაეროს რეზოლუციას მისცა ხმა, რომელმაც დაგდო აგრესია. ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მისცეს ხმა, თუ იცით? თავი შეიკავეს. რა თქმა უნდა, ერთმა თავი შეიკავა, მეორე დარბაზში იყო და პირიქით. ველაპარაკე ცნობილ აზერბაიჯანელ და ძალიან კარგ მოღვაწეს მითხრა, ასეთი შარიანი კენჭისყრის დროს მთელი ჩვენი დელეგაცია ტუალეტში იკრიბება. მაგრამ ესენი არ ჩერდებიან. ოცნების ხელისუფლება არ ჩერდებიან არაფრით. 7 მარტს ოცნების ხელისუფლება 32-13 ქვეყანასთან ერთად გამოდის ინიციატორი იმისა, რომ პუტინის წინააღმდეგ ჰააგაში აღიზრას კრიმინალური საქმე როგორც სამხედრო დამნაშავის წინააღმდეგ. მე ამ დროს გამოვდივარ ყვირი, ვისაც შემეძლო შეუთვალე, რომ თუ ოცნების გეგმაში შედის, რომ რუსის ტანკი მოვიდეს დადგეს რუსთაველზე, გააგრძელოს. გესმით? ეს იყო ბეწზე. აი ამ დროს სამწუხაროდ მახინჯდება, მე ამას კი არ ვამბობ, რომ ბატონინიკა შეგნებულად ამახინჯებს რეალობას, არა. ბევრს არ ახსოვს, მე გეტყვით, მოფრინავდა რეისი. სპეცრეისი მოფრინავდა ჩარტერული რეისი თბილისში. და უკვე რომ მოფრინავდა უნდა დამდარიყო თბილისში, გამოცხადდა, რომ ვითხოვთ დაждდომას თბილისის აეროპორტში, რამე თუ გამზადებულები არიან საბრძოლოდ, ასე ვთქვათ, მიმავალი ადამიანები თავის კამუფლაჟებში და ყველაფერი. ეს იყო სუფთა პიარ აქცია სააკაშვილის ზელენსკის სტილში. რატომ? ვისაც უნდა წასვლა და ომი, ვინმე მხერის შეუშალა? რამდენი გზაა? წადი და ვირანი ყოველდღე. და ეს იყო, აი ეს არ მიიღეს და ჭეშმარიტების მომენტი, აი საშინელების შემდეგ, როცა ხმა მისცეს პუტინის წინააღმდეგ კრიმინალური იმის აღზრას, რაც არ უნდა დაუფასა. დადგა მერე, როცა ჯერ უკრაინა მოითხოვეს, დაბეჭდილია. კასიანოვის სტატია გაიხსენეთ. უნდა თქვა, იმიტომ რომ სულ რაღაცაზე მიდის საქმე და საწყენია. დიახ, გისმენთ, უნდა მივცეთ ბატონიკას. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ აი არსებითი ითქვას, გესმით? როდესაც უკვე უკრაინა მოითხოვა, რომ ახლა მოგვეცეთ თქვენი ჯაველინები და ბუკები, ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. ომს არავინ არ ითხოვდა საქართველოსგან ბატონიკა. როგორ გეტყვით, ომის მოთხოვნა როგორ შეიძლება? ჯაველინები და ბუკები ახლავე. კასიანოვი წერს, არ მოგცა საქართველოს. მაშინ მიმართეთ ამერიკას, უთხარით ხო თქვენი პარტნიორია საქართველო. იმათაც კი უარი უთხრეს. და დადგა ის მომენტი, როცა აუხსნეს აქედან კი, მაგრამ ამას რო გთხოვთ, ტკელი დეგნას აუხსნეს პოპულარულად. დღეს რომ მივცეთ ეს ჯაველინები და ბუკები, ხომ? რუსეთი კრემლი ამას მიიღებს, როგორც ჩართვას პირდაპირ ომში და ისინი ამოძრავდებიან და ჩვენ ხო 3 დღეზე მეც ვერ გაუძლებთ. 3 დღეში 3 მილიონი არ დაიღუპებითო და მე შეგიძლიათ პარტიზანური ომი გააგრძელოთო. მერკელი დეგდანი 21 მარტს ხვდება ივანიშვილს. 3 საათს ლაპარაკობს ამ დახრულ კარს მიღმა. რომ გამოვარდა, ჩემი მეგობარი იდგა იქ მისაღებში და თქვა, რომ გარბოდა, წითელი იყო გარბოდა. მე ივანიშვილმა გააკეთა განცხადება, მაგრამ ალბათ დრო არ აგვაქვს ამის სხვა რაღაცეების დრო. მოვისმინეთ, აი ბატონი პეტრეს პოზიცია, როდესაც აი თქვენ ამბობთ, რომ არავინ არ ითხოვდა საქართველოსთან ომში ჩართვაზე. ეს არგუმენტები რამდენად მისაღებია თქვენს?
ხო, იმიტომ რომ ბუნებრივია თქვა ევროკავშირი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო დაინტერესებულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერება გამტკიცებით. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ თქვა მან ინტერესი არანაირად არ შევიდოდა რომ თქვა საქართველოს ჩართულიყო თქვა რუსეთთან ომში, ხო, როგორც ასეთი, იმიტომ რომ ან როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი საქართველოს თქვა მაგალითად თბილისთან და დაებომბა თქვა ვლადიკავკაზი თუ თქვა აფხაზეთში შეჭრილიყო. აი ისევ და ისევ ხა ფიზიკურად რამდენად შესაძლებელი იყო პრაქტიკაში აი ამ ტექნიკის გადაცემას რო ითხოვდნენ, აი რადგან ბატონმა პეტროვსკი ტექნიკის გადაცემა ხო, იმიტომ რომ ხა უკრაინა ვიცით ხო, ხლა სჭირდებოდა თქვა ჯავედინები იმპერიებში. ეს არა იქნებოდა რუსეთისთვის რომ ღიად ვერთვებოდით? არა, ნუ ახლა ეს არის თქვა თავდაცვითი საშ, მაგრამ ეს ცალკეული განცხადებები იყო, როგორც ასეთ, მაგრამ რაც ოფიციალურად თქვა ზელენსკის რო გაეკეთებინა განცხადება, რომ თქვა აი საქართველოს თხოვრო თქვა ჩაერთოს ომში და ვიყოთ მოკავშირეები, ხო, მაგალითად რაღაც რომ მოეწერათ ხელი რაღაც. უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება ხო იყო? არა, კი ბატონო, იყო, მაგრამ ხო გეუბნებით, ანუ თქვა საერთო ჯამში თქვა იყო ხო სურვილი, ანუ ჯაველიენი არის როგორ თავდაცვითი იარაღი არის. ეს არის თავდაცვითი იარაღი. რომ გადაგვეცა რა მოხდებოდა ბატონიკა? თქვენ ხო ექსპერტი ხართ, რომ გადაგვეცა ჩვენ, დააყოფილებინა ეს მოთხოვნა. რას გამოიწვევდა? გამოიწვევდა თუ არა რუსეთის ინტერვენცია საქართველოსზე? ნუ ეს რუსეთი უკრაინაზე იყო გადართული და არის გადართული, ხო ეხა ჩვენთვის არ ვერ მოიცლიდა? იმ დროს ვერ მოიცლიდა, ეხა სამ დღეში უნდა და კიევის აღება და მე თქვა ალბათ მოიცლიდა. იტყოდნენ რომ მე ქართველებსაც მივხედავთო, ხო, მაგრამ ესე კოლზი გადაგვეცა ეს ტექნიკა იმ დღეს თუ არა, რაღაცა მომენტში ჩვენ დაგვარტყავდა რუსეთი თუ არა? არა, ნუ ეხა ჩვენ ეს სუვერენული უფლება თქვა იარაღის გადაცემა არ გადაცემის საკითხი. მაგრამ რაც გამოიწვევდა, მე ამას გეკითხები. თავდაცვითი იარაღი არის, ხო, ეს არის თავდაცვითი, ხო და აქედან გამომდინარე, როდესაც თქვენ ამ კითხვას სვავთ, ხო, რომ თქვა აი რუსეთთან მომდინარეობს საფრთხე, ხო? შესაბამისად საქართველოს ჭირდება ძლიერი მოკავშირე, ხო, რომ გაანეიტრალოს, ანუ დაბალანსება. კარგად მოიქცა თუ არა ხელისუფლება? აი პირდაპირ გამცეთ პასუხი. ესია რო არ გადასა ეს თავდაცვითი იარაღი. კარგად მოიქცა საქართველოს ხელისუფლებამ, რომ გადაეცა რუსეთი ჩვენ დაგვარტყავდა თუ არა? არა, ნუ იმიტომ რომ მისაღები ხელისუფლებაა დღეს თქვა საქართველოში, ამიტომაც აი რო თქვა ძალიან აქებეთ, თქვა დღევანდელ ხელისუფლებას, ვიცით რომ პუტინი აცხადებს, ხო, აი რას უძლებს, თქვა რა ზეწოლას უძლებს საქართველოს ხელისუფლება, ვიცით რომ ესე თქვა კომპლიმენტები საქართველოს ხელისუფლებამ დაიმსახურა ასევე ამხანაგ ლავროვის მხრიდან, ბატონს ვერ უწოდებ, იგივე თქვა ესე იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქვა პრეზიდენტის ესე იგი მარია ზახაროვის მხრიდან ვიცი ჩვენ ამის შესახებ, ამიტომაც აქ არის თქვა დღეს რა თქმა უნდა რუსეთისთვის გასაგებთ რომ მისაღები ხელისუფლება. რაც შეხება სააკაშვილს, რა თქმა უნდა თქვა ის ვერანაირ პროუსად ვერ ჩავთვლით, მე თვითონ მაშინ რაღაცა კითხე. რუსეთის მადლობას გადაუხდის თუ არა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა არა, ჩვენ ინტერესებიდან ეს იყო სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, თუ რომ არ გადასაკ საქართველოს ხელისუფლებამ, თუ უნდა გადაგვეცა რომ რუსეთი დაემარცხებინა უკრაინას. ხო, არა, ნუ ეხლა აქ იყო ხო გეუბნებით ისევ და ისევ ვიძახი, ხო? მაგას რომ ეს არ იყო თქვა განცხადება იყო, უბრალოდ ეს ოფიციალური მოწოდება არ იყო თქვა, ხო, გადაცემის და კი ბატონო არ გადავეცით თქვა, ხო, ომში, მაგრამ ომში ისედაც ვარ ჩართული. მიხვდით? აი იგივე თუნდაც ის რომ დღეს მიმდინარეობს ცხინვალის რეგიონის უკანონო ანექსია, ხო? ის ანუ არაფერს არ შეცვლიდა? ბატონო ის რო გადაგვეცა შეცვლიდა თუ არა გლობალურად? არ შეცვლიდა, ხო, მაგრამ ფაქტია რომ თქვა ყოველ შემთხვევაში ამ პრობლემა სხვა არის. განცხადებებია რომ თითქოს საქართველოს აქვია ომში იწვევდა თქვა უკრაინა და დასავლეთი, რომ მანამდე თქვა თურმე დავით გარეჯი თქვა ესე იგი საქართველოს გადაარჩინდა და ხლა ესე იგი დღეს საქართველოს შემადგენლობაში, როდესაც თქვა ორი სამონასტრო კომპლექსი ისევ და ისევ აზერბაიჯანის შემადგენლობაშია, ხო? ბუნებრივია თქვა ეს არის ესე მსგავსი ტიპის განცხადებები, მიზანი რა არის? დასავლეთის დისკრედიტაცია, ანუ დასავლეთი აკრიტიკებს ქართულ ოცნებას, აი თქვა თუნდაც დღევანდელი რეზოლუცია ამის მაგალითია და ამ შემთხვევაში ქართულ ოცნება მაქსიმალურად ცდილობს რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს დასავლეთს, ხო აი ვინგვებზის ჩვენ, ვისაც უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ერთი, ვინც ერევა საქართველოს შიდა საქმეებში, თუმცა ხა თუ აღშფოთება გამოხატეს, ხო, თქვა საქართველოს თუ ადამიანს თქვა აპატიმრებენ ტროტუარზე დგომის გამო, ხო, ბუნებრივი აღშფოთები. დასავლეთს იგივე ევროპას როგორ ფიქრობთ, უნდა თუ არა საქართველოს ხელისუფლების შეცვლა? საქართველოს ხელისუფლების შეცვლა ინტერესში შედის თუ არა? ინტერესში კი შეიძლება შედიოდეს, როგორც ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით, კი, რა თქმა უნდა, ხა ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის საქართველოში, დასავლეთთვის გახლა, თქვა, მიუღებელი, ხო, ხელისუფლება, რომელიც ანუ სურვილი აქვს ამისი რომ შეიცვალოს? კი, ეხლა როგორც ჩვენ გვაქვს, ხო, სურვილი, მაგრამ ჩვენ სულ ერთი ხوارა, ხო, თქვა, ტრამპი დარჩება პრეზიდენტად, თუ თქვა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი მოვა, ხო, ან ევროკავშირში, თქვა, გერმანიაში კანცლერი ვინ იქნება, ხო, მერცი იქნება თუ ვინმე შეცვლის, ხო?
ანუ ჩვენ ანუ ფინანსურ რესურსს გამოიყენებს ევროპა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს, თუნდაც იმ დემოკრატიული გზით. ამაში ფულს ჩადებს ევროპა. ამაში არა, ხო თქვა, ეხა პოლიტიკური პარტიას არ დააფინანსებს და არ დაუფინანსებია, ხო, დასავლეთს. საანასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იმუშავებენ, რომ ხელისუფლება შეცვალოს იმისთვის და როგორც თქვენ ამბობთ, დემოკრატიული გზით, ამაში რესურსს, თავის რესურსს გამოიყენებს თუ არა ევროპა თუ ესე მიუშვებს. ეს ვერ გამოიყენებს, იმიტომ რომ ყველანაირად შეზღუდულია არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, ჩვენ ვიცით. მანამდე იყენებდნენ? არა, მანამდე იყენებდნენ, მანამდე გასცემდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტებს, ოღონდ რისთვის? რომ თქვა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები განვითარებულიყო, ხო? სახელმწიფო გადატრიალებისთვის თქვა და გრანტს არის. ხელისუფლება როგორც თქვენ ამბობთ, არჩევნების გზით დახარჯავდნენ იმ ფულს იმით, არა, ისინი პარამეზე ხარჯავდნენ, მუშაობდა, რაზე მიდიოდა. საქართველოს მაგალითად, ხო? აბა როგორ უნდა შეცვალოს ევროპა მაგ ხელისუფლებას? მომხრიაო, არა, მომხრე შეიძლება სურვილი კონდეს, ხო გეუბნებით, ხო, როგორც თქვა შეიძლება მე მქონდეს სურვილი, რომ ტრამპი არ იყოს 2028 წლის მერე პრეზიდენტი, ან JD Vance არ მოვიდეს. სიტყვაზე მე მაქვს სურვილი, მე ხო ვერ შევცვლი, ხო, მე ხო ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. ანუ რესურსი არა აქვს მაგის? არა, მაგაზე არ არის, ეხლა რა თქმა უნდა, ეხლა ის ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ხო, ხელისუფლების წყარო არის ხალხი. აქედან გამომდინარე არჩევანი უნდა გააკეთოს ხალხმა. ეხლა დასავლეთი, თუ თქვა რაღაც რესურსი, დასავლეთისთვის თავარი რა იყო, რომ საქართველოში ამაღლებულ ყოფილიყო, სხვა საკითხებთან ერთად ამაღლებულ ყოფილიყო ქართული ხალხის პოლიტიკური კულტურა, რომ მაგალითად მათ აერჩიათ, ესე იგი, ის ხელისუფლება, რომელიც თქვა მიაჩნიათ, რომ საქართველოს სასარგებლოდ იმუშავებს, ასე თქვა, ხო, რომ მათ გამოიხატა თავიანთი აზრი, არ მოესმინა თქვა სხვისი მოსაზრებისგან და არ მოსაზრებისგან და არ თქვა სხვის ზეწოლის ქვეშ არ უნდა ყოფილიყო. და თვითონ და მიიღოს ყველა გადაწყვეტილება. ანუ აქ ლაპარაკი რაზე არის, ხო? დასავლეთი რაზე მუშაობდა დემოკრატიული ინსტიტუტი დაჭიშტას, ხო? რომ მაგალითად იგივე კი არჩევნებზე თქვა ლექციები ჩატარება, თქვა ტრეინინგებს რა ტიპის არჩევნები ტარდება, რა ტიპის პოლიტიკური სისტემა ასე. მე პირადად თქვა რაღაც ლექციები ჩამიტარებია, ხო, სიტყვაზე, მაგალითად თუ საერთაშორისო ორგანიზაციების შესახებ. სიტყვაზე დიდი ხნის წინ სხვათა შორის, ხო, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის, სხვათა შორის ახალგაზრდა ფთის წარმომადგენლები იყვნენ, ხო, თქვა, რომ აი სიტყვაზე რაღაცა თემები ხო არის, სხვადასხვა თემები, ხო, დემოკრატია რა არის, ადამიანის უფლებები რა არის, ასე თქვა, ხო? ეს ყოველგვარი რაღაც პოლიტიკური აგიტაციის გამორიცხვის მეთოდით, ხო, როგორც ასეთ, ხო, მაგრამ ყველა ადამიანმა ხო უნდა იცოდეს, თქვა, საკუთარი უფლება და ამავე დროს უნდა აცნობიერებდეს, თქვა, როგორც ჯონ ლოკმა განაცხადა, შენი თავისუფლება თავდება იქ, სადაც იწყება სხვისი თავისუფლება, ხო? ანუ თუნდაც დემოკრატია გინდა, გარემოს დაცვა გინდა, თქვა, ეკონომიკური განვითარება გინდა, ანუ დასავლეთი დებდა, აი ამ სამოქალაქო ბატონიკა, მე მესმის თქვენი პოზიცია, მაგრამ იგივე დასავლეთს, როდესაც აი მე როგორც ჟურნალისტი, ძალიან პატარა მაგალითს მოგიყვებით. ტელეკომპანია იმედში შევიდნენ, ტელეკომპანია იბერია დაიხურა, TV 202 დაიხურა, მედია საშუალებებს ჰქონდა პრობლემა წინა ხელისუფლების დროს. არსად არ ხვდებოდა ეს ანგარიში და არ იყო მაშინდელი წართმეული იყო რამდენიმე ტელევიზია და არ დასანქცირდა. მაშინ ჰქონდა ორმაგი სტანდარტი იგივე ევროსტრუქტურებს, რატო არ დაასანქცირეს? დღეს როცა ასანქცირებენ. ნოემბერთან დაკავშირებით მე გეტყვი პირიქით, ჰქონდა რეაქცია, იგივე თქვა დასავლეთმა, მაგათად ნატოს მაშინდელმა გენერალმა მდივანმა იაბდეხოუბსი ხერხება არ დაასანქცირეს. არა, მე გეტყვი, თქვა არ დაასანქცირეს, მაგრამ სააკაშვილმა ჰქონდა კომუნიკაცია და მათ შორის თქვა სააკაშვილმა აიღო ვალდებულება, შეიმცირა საპრეზიდენტო ვადა, ის დადგა და ანუ არა მარტო ოპოზიციის მოთხოვნა რა იყო ადამიანის საპარლამენტო არჩევნები ანუ არჩევნები ჩატარებული ყარა შემოდგომაზე წართმეული ტელევიზიით გააგრძელეს მუშაობა წართმეული ტელევიზიით მუშაობდნენ ესე იგი ის ტელევიზია მუშაობდა მაგრამ ფაქტია რომ თქვა შემდგომში ხო ეხლა ის ტელევიზია ხო თქვა პატარკაცის კონტროლის ქვეშ იყო ხო სწორია ხო ბოლოს არ იყო ხო წარდგეს არა მე ხო 2007-ის მერე ისე არა ეგრე რუსთავი 2 რო ავიღოთ მაგალითად ხო კიცმარიშვილს საერთოს კი ბატონო კიცმარიშვილს და ეხლა მოხდა სტრასბურგის სასამართლომაც დაადგინა წართმეული ხო რუსთავი 2 ხო შეიცვალა ფლობელი ხო იყო თქვა ოპოზიცია სააკაშვილის საიტეს არა დღევანდელი ანუ ისიც უნდა ვთქვა წინა ხელისუფლების კი ბატონო იმედი ეხლა დღევანდელი დღეს ხო მაგრამ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგმა დატოვა ძალაში და არ უთქვამს რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო უზენაესმა ვიცი და ხელმძღვანელი იყო ერთ გერმანელი მოსამართლე რომელიც აცხადებდა რომ აფხაზეთს ეკუთვნის დამოუკიდებლობა იმიტომ რომ მე-15 საუკუნემდე აფხაზეთი იყო იმპერიაო
აი სა ვინც მიიღო გადაწყვეტილება სტრასბურგ აი რუსთავი ორი საქმეს 2017 თუ 2018 წლებში ანუ სტრასბურგის სასამართლოში ყავს ჩამორჩენილი მოსამართლე? არა, ნუ ხა ყოველთვის არაკომპეტენტური, როდესაც ადამიანი იტყვის, რომ მე-15 საუკუნემდე აფხაზეთის იმპერია ჰქონდა და დამოუკიდებლობა ეკუთვნის, ხო? ეხლა ბოდიში, მაგრამ ეხლა თლათ მის კომპეტენციაში თქვა მე ეჭვი მეპარება პირადად, ხო? ეხლა არა, თქვენ ხო მეთანხმებით, რომ ეხლა აფხაზეთს მე-15 საუკუნემდე არანაირი იმპერია ჰქონია, ხო? აფხაზეთი რო ჩვენი ამაზე ორი მოდით ბატონ პეტრესთან დავსვა კითხვა და ამოგვეწურად რომ რაზეც საუბრობდით ბატონო პეტრე, აი ანალიზისკენ მივდივართ. ეს ყველაფერი რისი თქმის საშუალებას გაძლევთ? აი დღეს საქართველოს სად არის? დღეს საქართველოს მეტნაკლებად აი იმ კრიზისის შემდეგ, როცა ისეთი რაღაცები ჩაიდინა ოცნებამ, რომ ნამდვილად აი გავიღვიძებ მეთქი და იქნება ტანკები თბილისში. გარდა ამისა, საღად მოაზროვნე ადამიანები, არავითარი პოლიტოლოგები მეკითხებოდნენ მაშინ. კი, მაგრამ რო გამოვიდეს იქიდან იგოეთან რო დადგეს ერთი ბეტერი და გადათხარონ ეს გზა, სად მივდივართ, ხო? ხელს ახლებს ვინმეს? ახლებ ხელს და მოფრინდება 7 წუთში მიგი და დაბობავს თბილისს. ეს ხო ყველა მიცოდა. ოფიციალური კიევის მოთხოვნა არ იყო ომში ჩართვაზე ბატონი ნიკას საუბარი. არავითარ შემთხვევაში. მოთხოვნა იყო გადმოგვეცეთ ჯაველინები და ბუკები. ომში არ ჩაერთოთო, მაგრამ კი არახამია მერე გამოდიოდა და სხვები და გაისეირნეთ აფხაზეთში, გაისეირნეთ ცხინვალის რეგიონში. გაისეირნეთ თან ტანკები წაიღეთო. ერთად ესე გაისეირნეთო. გახსოვთ, რამდენმა განაცხადა ეს. ეს ხო ომი არ არის, ბატონიკას კითხეთ. თქვენს ტერიტორიაზე ხართ, არის ომოთ. უბრალოდ გაისეირნეთ. კიდე კარგი, მაშინ უკვე გარდატეხა მოხდა და ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ბოლო ჯარისკაცი რო გავიდეს რუსი, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და ბოლო ტანკი რო წაიყვანოს, მაინც ძალას არ გამოვიყენებთ. გახსოვთ არახამიან თავისი შავი წარსულით. მე მცხვენია რომ ქართველი ვარო. ლაჩრები ყოფილან ქართველები. გახსოვთ რომ ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოსდან. ეს მაშინ როცა ეს ყველაფერი გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ, არც სომხეთმა, არც აზერბაიჯანმა არ მისცეს ხმა ამას, ხო? 33 ქვეყანა მე ცოტა შევუერთდნენ, ხო? ეს მე-6-დია გაეროში. სადაც საქართველოს ხელისუფლება ოცნებამ აი ეს აღზრა. ძალიან სახიფათო სარისკო საქმე იყო. და ამის შემდეგ რა ხდება? ამის შემდეგ ხდება სწორედ ის, რომ აი ამ კრიზისის შემდეგ აი ივანიშვილის შეგახსენებთ ღია წერილი, რომ ჩვენ დავძლიეთ ძალიან სახიფათო სიტუაცია, ეს ხიფათი დღესაც არსებობს, დარჩა ეს ხიფათი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამასაც დავძლებთ და ჯერჯერობით მეტნაკლებად ნეიტრალურ პოლიტიკას კი ატარებენ, მაგრამ ყოველდღე მიუღებელია, როცა ჯიუტად აცხადებენ, ჩვენ მაინც ევროინტეგრაციისკენ მივდივართ, ჩვენი ხელისუფლება. ეს არის ყოველდღე მიუღებელი და რატომ? იმიტომ რომ სანამ რუსული ბაზები დგა საქართველოს ტერიტორიაზე, სანამ რუსეთი ვეტოს ქონე გაეროს რჩეულების საბჭოს მუდმივი წევრი სნობს ამ რეგიონებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, იქ ბრიუსელში და სტრასბურგში კოშმარულ სიზმარში არავის არ მოუვა იდეა რომ საქართველოს შევიდეს სრულ წევრად, ეს გამორიცხულია. ამიტომ როცა ჰერშინსკი გამოდის პან ჰერშინსკი ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი და ყვირის რომ ქართველებო გახსოვთ რომ ყვიროდა მიტინგებზე 30 წელს ფართოვდებით თქვენთან ერთად თუ თქვენს გარეშე ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გაუქმეთ კანონი არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ, გამჭვირვალეობის შესახებ. პირდაპირ გაუქმეთ კანონი გამჭვირვალეობის ევროპელი ამბობს. გაუქმეთ კანონი არასრულწლოვანების უფლებების და ოჯახის ფასობის დაცვის შესახებ. ეს ორი კანონი გაუქმეთ, ციტირებს ზუსტად და შემოდით ევროკავშირში. ტელევიზიით კითხე, პან ჰერშინსკის ვეკითხები. მე მეგობრობდი ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთმანეთს უკეთესი ადამიანები ყავდა, გახსოვთ? თავიდან დენის კორბოი, ტორბენ ჰოლცე, სხვები. როგორი კადრებდნენ ასეთ ტყვილს. მე ვკითხე პან ჰერშინსკის ტელევიზიით, აი გვიპასუხოს. ამ ორ კანონის გაუქმებას ერთი დღე უნდა. და კისლობს ევროგაერთიანება ამის შემდეგ ღებულობს ორ ბაზასთან ერთად. რაღაცა მარაზმებზე ვლაპარაკობ და უნდა გავჩერდეთ მე მგონი ამას. ეს არის სრული მარაზმი. მადლობა. რამის დამატება ხო გინდა ბატონითა? მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ იქნება გამოგდა რუსეთთან საფრთხეოცა მომდინარეობს, თქვა საქართველოს ჭირდება ძლიერი მოკავშირე. როგორც თავის დროზე ხო საქართველოს ისტორიის განმავლობაში თქვა ქართველი მეფეები ეძებდნენ თქვა მოკავშირეებს, ხო თქვა დავით აღმაშენებელი კავშირებს ამყარებდა თქვა ჯვაროს. მარტივს ბატონი ნიკა კოლეგები ვართ ერთად ვასწავლეთ. ძალიან ძლიერი მოკავშირე ყავდა საქართველოს. 2008 წელს ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი 10 ივლისს დადგა და თქვა პრესკონფერენციაზე ბატონო პრეზიდენტო ამერიკა ყოველთვის იბრძვის
თავისი პარტნიორების დასაცავად. ეს იყო განაჩენი ჩვენთვის. ამის შემდეგ 21 ივლისს დაიწყო არანახული მასშტაბის სამხედრო სწავლება ნატოს ეგიდით 1400 ამერიკელი ოფიცერი და ჯარისკაცი ვაზიანში. საზეიმოდ გაიხსნა, მიმდინარეობდა დიდი, ასე ვთქვათ, ფანფარებით და დამთავრდა 1 აგვისტოს. და წავიდნენ. ამაზე ძლიერი პარტნიორი 7 აგვისტოს გვიან საღამოს სააკაშვილმა დაბომბა არადისკრეტულად კასეტური ბომბებით, რაც დანაშაულია ცხინვალი, მძინარე ქართული ქალაქი დაბომბა. არავითარი ომი. ბათუმის დაბომბას ხო აპირებდა, იცით თქვენ, ბათუმელი ხართ. არა, მე თბილისელი ვარ, აჭარის ტელევიზიაში მუშაობ. მაგრამ ქართული სოფლები იბომბებოდა და ეს იყო საპასუხო ქმედება. არავითარი საპასუხო ტყვილი. ეს არის სრული ტყვილი და ეს ამ ტყილზე მოაწერეს ხელი ეუთოს დასკვნამ. არ გვინდა ტყილები, ჩვენ აქ ვართ იმისთვის ბატონიკა, როთხაც ძალიან მოკლედ უნდა თქვა. აი ეს იმაზე რომელზეც არის საუბარი, რომ ხელი მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ იმ დოკუმენტს, სადაც აღიარებენ რომ დაიწყეს. არა, იქ ეწერა მოთხოვნა იყო, როდესაც გაიყვანა ჯარი. 7-ში დაბომბა სააკაშვილმა. დაიწყო რაც დაიწყო და ნახეთ რეზოლუციები დასავლეთისა და ტალიევის დასკვნა ყველაფერი წერია. მაგრამ ისიც წერია, სარამარკოსი წერს. დაჭედილია ლურსლები სააკაშვილის პოლიტიკურ კუბოზე, მაგრამ ქართული ხალხი ამას ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ტელევიზიები მის ხელშია. ნახეთ რა ხდება, წავიდნენ ამერიკელები და ამერიკის საელჩომ დაიწყო ევაკუაცია. აი ესეთ ძლიერმა პარტნიორობამ მხოლოდ ის გამოიწვია, რომ იყო ეიფორია, მე ვიყავი პარლამენტის წევრი. ლაში დილით რომ ამერიკელები ჩვენთან არიან, ვიღებთ, ვკეტავთ როკის გვირაბს, ცხინვალში იქნება 2 საათზე აღლუმი. მიდიოდა, სააღლუმოდ მიდიოდა. უგულავას გიგის მიყავდა მთელი კორტეჟი. და ნანუკა შურჟალიანი ემზადებოდა ლაივში აღლუმის საჩვენებლად. და ამას ეუბნებოდა ყველას. მე გეტყვი რეზოლუციაზე გქონდა. ნაპატიათ რომ სრაფად ლაპარაკობ, რა. დრო მოვამბობ. კი, არა, უბრალოდ რუსეთს თავს დაესხა იგივე საქართველოს და უკრაინის, იმიტომ რომ არც საქართველო და არც უკრაინა არ არიან, თქვათ, არ იყვნენ და არ არიან ნატოს წევრები, ხო? და ნატოს წევრები რო ყოფილიყავით, ხო, რა თქმა უნდა, საქართველოს გაწოლდებოდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თქვათ, შესაბამისად თავდასხმა ნატოს ერთ სახელმწიფოზე განიხილება როგორც თავდასხმა მთლიანად ნატოს, ამიტომ რუსეთი ამ შემთხვევაში ვერ გაბედავდა თავდასხმას. ამიტომაც ჭირდება, თქვათ, ჩვენ მოკავშირე, ბუნებრივია და ბუნებრივია თქვა საპასუხო ქმედება იყო საქართველოს და საქართველოს სოფლები იბომბებოდა, საქართველოს აწარმოებდა საომარ მოქმედებას საკუთარ ტერიტორიაზე და რუსეთს თქვა ის რუსეთის ტერიტორიაზე და ბანკფორმირებების წინააღმდეგ და საქართველოს ისეთის სამართლის კოდექსის 323 მუხლის მიხედვით ხო უკანონო ბანკფორმირების შექმნა არის დასჯა. ამიტომ ბანკფორმირებებს ებრძოდა საქართველოს და არა რუსეთის თვითონ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიის მიმდებარე მადლობა. ნიკა ჩიტაძეს, ბატონ პეტრე მამრაძეს. მადლობა. არის ის გზა, რომ შეიძლება გადავშეროთ. ძლიერი მოკავშირე. ხომ ამ შემთხვევაში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ აგრესია იქნება საქართველოში. გამირაცხენდება ბატონი რეზო მიშველაძე, კარგი ხანია უკვე გველოდება. ბატონ რეზო, საღამო მშვიდობისა, მადლობა და ბოდიშით რომ გალოდინებდით. გამარჯობათ. ბატონ რეზო, ალბათ თქვენც უსმენდით სტუდიაში იმ საუბარს, რომელიც დაახლოებით 40 წუთია გრძელდება. ბატონო რეზო, რას ფიქრობთ დღეს სად არის ჩვენი ქვეყანა? კიდევ ერთი რეზოლუციისთვის ემზადება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს თან დაკავშირებით, როგორ უყურებთ აი ამ ამბებს? გამარჯობათ ვახო მივესალმები ტელემაყურებლებს. ჩემო ძვირფასო, შენ გემახსოვრება კარგად, როცა ჩვენ აფხაზეთი დავკარგეთ, უფრო სწორად ჩვენმა დაუძინებელმა მტერმა დაგვამარცხა ომში და ჩამოგვართვა საქართველოს ისტორიული ორი კუთხე აფხაზეთი და სამაჩაბლო. მე ვითვლიდი ცოტა გულუბრყვილო პოლიტიკოსის იმედით, აბა რა რეზოლუციებს მიიღებენ სოფლიოს დემოკრატიული დიპლომატიური ინსტიტუტები მეთქი. 427-მდე დავთვალე გაეროს რეზოლუცია. ყველა შეუსრულებელი რეზოლუცია და ბოლოს სასაცილოც კი გახდა გაეროს მცდელობა, რომ ჩვენი უბედური ტოლვილები მაინც დაგვებრუნებია თავის მიწაზე, თავის სახლებში. აი ახლა ამოჩემებული
აქვს ევროკავშირს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტს საქართველოს მიმართ ერთი და იგივე. აქ ძალიან კარგად ილაპარაკა ბატონმა პეტრემ, ესე იგი ის მართლაც რომ ბრძენი პოლიტიკოსია და ინფორმირებული საოცრად. მე უსმენდი მას და მთელი ჭეშმარიტება, რაც შეიძლება კაცმა წარმოიდგინოს დღეს მსოფლიოს ბედის მიმართ და საქართველოს ბედის მიმართ, მისი ბაგეებიდან ღაღადებდა. ახლა მე მოუწოდებ გონიერ საქართველოს ერსაც და ბერსას არავითარი მნიშვნელობა არ მისცეთ ძვირფასებო ამ გაზუთხულ ერთი და იგივე ბრალდებებით შევსებულ რეზოლუციებს. ეს არის ყველაფერი მოგონილი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ საქართველოს ქართველ ერს და უპირველეს ყოვლისა საქართველოს ხელისუფლებას თითი დაუქნიონ, შეაშინონ სინამდვილეში, როგორც გაეროს არც ერთი რეზოლუცია არ შესრულდა, ისე არ შესრულდება არც ერთი მუქარა და თითისქნევა ევროკავშირისა. ეს არის გულუბრყვილო, უვიცი პოლიტიკური დონის რეზოლუციები. ეხლა რაც შეეხება საქმეს, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ მთელი დედამიწა, მარტო საქართველო კი არა, მთელი დედამიწა არასოდეს ყოფილა ისე დაუცველი, როგორც ეხლაა. მე მაგალითად ხანდახან რო ვფიქრობ მსოფლიოს ბედზე, შიში მივყრობს იმის გამო უპირველეს ყოვლისა, რომ არავით არის საერთაშორისო სამართალი, არავით არის საერთაშორისო დიპლომატიური ინსტიტუტები არ მოქმედებს. მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია თავს დაესხას ძლიერი სუსს, როგორც უნდა ისე მოექცეს და ამისთვის პასუხს არავინ არ აგებს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ დედამიწას არავინ არ გამოგვიცვლის. ჩვენ სხვა პლანეტაზე ალბათ კარგახანს ვერ გადავსახლდებით. ამიტომ იქნებ კეთილმა და გონიერმა დიპლომატიურ პოლიტიკურმა გონმა გადაარჩინოს ჩვენი დედამიწა, რომელიც ახლა ძრწის და შიშისგან დენზე ჩართულივით სახებს. აბა დააკვირდით ბატონო ვახო, მე გეტყვით ახლა რა ხდება ირანში, თითქოს ირანი ცალკე აცხადებს, რომ გავიმარჯვე ამერიკასთან ომშიო, ამერიკას ეს სასაცილოდ არ ყოფნის, ირანს უკვე აღარ აქვს არც ფლოტი, არც თვითმფრინავები, არც რაიმე პერსპექტივაში ბომბის გაკეთება, ირანი უკვე მუხლზე დავარდნილიაო. მე არ მოგახსენებთ სხვა რამეზე, ახლა ცალ-ცალკე უკრაინასაც ეჩვენება და რუსეთსაც ეჩვენება, რომ ომს თვითონ იგებენ, მაგრამ აგებს ის, ვინც იბრძვის, ის საცოდავი ბიჭები, საზარბაზნე ხორცად ქცეული უკრაინელი, ირანელი, რუსი ბავშვები, საცოლშვილებიჭები, ჩვენ ისინი უნდა ვიტიროთ უპირველეს ყოვლისა და არა ის ხელისუფალნი, რომელთაც მე მეჩვენება და შეიძლება არც თუ უსაბუთოდ ფეხებზე კიდიათ
ახალგაზრდების ბედი. ბატონ ლეზო, შიდა პოლიტიკაზეც მინდა კითხოთ ნება მომეცით, თქვენი პოზიცია მაინტერესებს. ხედავთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოპოზიცია ერთობაზე საუბრობდა და ბოლო დღეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ, რომ არის მძიმე დაპირისპირება მათ შორის. როგორ უყურებთ იმას, რაც ხდება დღეს ოპოზიციაში? მსოფლიოს პრობლემებიდან, დედამიწის ბედიდან, მესამე მსოფლიო ომის წინადღიდან შენ ჩამომიყვანე და შეიძლება სრულიად სწორად ჩვენი პატარა საქართველოს პოზიციისა და ოპოზიციის ურთიერთობაზე. ერთ დროს ხომ თქვენც იყავით ოპოზიცია? კი, როცა იყავით? ლამაზი გოგოა თინიკო ბოგუჩავა ის როგორც ნაციონალისტური პარტიის თავმჯდომარე თითქმის ყოველ კვირას ევროპის სხვადასხვა ქალაქებში იყო და წარმოადგენდა საქართველოს ოპოზიციას და უეცრად ჩამოწვა აი ერთი ფილმის არ იყოს ვაი რა მოულოდნელად დაკრა უბედურების ჟამმა ციხეში მყოფმა თავმჯდომარემ ამ უჯარო გენერალმა 5 წუთში გადაწყვიტა თინა ბოგუჩავას ბედი და გამოაცხადა პარტიის პერსპექტიულ თავმჯდომარედ ქალბატონი ჟორჟოლიანი. ახლა მე იცით რა უნდა გითხრათ, თუ პარტია ნაცმოძრაობა, პარტიას თავისი ცხოვრების წესი აქვს, თავისი წესდება აქვს, უნდა მოწვეულიყო ყრილობა, სადაც გადააყენებდნენ თინა ბოგუჩავას და აირჩევდნენ ახალ თავმჯდომარეს, მაგრამ ამაზე არ არის საკითხი. გაბრაზებულია მიხეილ სააკაშვილი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში უმოქმედოთაა მისი პარტია. მას ეჩვენება ჩემო ძვირფასებო, რომ თვითონ რომ გარეთ იყოს ახლა სწრაფად ჩაიგდებდა ხელისუფლებას ხელში. ის ხომ ბელადად არის დაბადებული და მას ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ეს იმდენად გულუბრყილოა სამწუხაროდ მიშა სააკაშვილი წარსულში დარჩა. აღარ არის ახლა ის დრო პარლამენტში შევარდნით, რომ მან ხელისუფლება აიღო ხელში. აღარ არის ის დრო, როცა ამბობდა სახელმწიფო მე თვითონ ვარო, პარლამენტი მე თვითონ ვარო და რასაც უნდა იმას აკეთებდა, გაიცნობდა ლამაზ გოგოს აეროპორტში, მოსასწრელში და წამოიყვანდა რომ მინისტრად დაენიშნა, ადამიანთა ბედს კამათელივით ათამაშებდა. ახლა სულ სხვა დრო და სულ სხვა ვითარებაა. მე მიმაჩნია რომ ჩვენ რა თქმა უნდა უამრავ შეცდომას უშვებთ, ამ შეცდომებში ბევრი გამოსწორებადია, მაგრამ ის რომ ოპოზიციას სურვილი აქვს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა, ამას უნდა შეურიგდეს პოზიცია. მაგრამ ოპოზიცია საყვარელო, რომელიც ნელ-ნელა თანდათან თავდები და აღარ ახარ, ნუ თუ ისე ვერ გამოხატავ შენ სურვილს, რომ ხელისუფლებას არ უძახო ბანდიტებო, გველებო, ტრებო. მშვენიერია ეხლა რომ პარლამენტმა მიიღო კანონი სიძულვილის ენაზე სამართლებრივი დევნის შესახებ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აი როგორც თქვენ ხედავთ ახლა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რომ ეს არ შესრულდება. არავის არ დასჯიან.
პარლამენტში და ან ტელევიზიის ეთერში, ან Facebook-ზე დედის გინებისთვის, ჩხუბისთვის ეგ კი არა, მთელი საქართველო მიჯაჭვული იყო ტელევიზორთან, როცა მუშაობდა თეა წულუკიანის კომისია. მე თეა წულუკიანის მიმართ მაპატიეთ ჩემი პირადი დამოკიდებულება ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. კარგი პოლიტიკოსია, გაბედული ქალბატონია, სწორად უყურებს მოვლენებს და მე ჩავკარი თვალი იმ დადგენილებასაც მისი კომისიისაც, რომელიც გადაიგზავნა სადღაც ჯერ არს. შედეგი 0. ახლა იმ ერთი მეცხვარის ამბის არ იყოს საკონსტიტუციო სასამართლოშია ბატონო რევას შეტანილი სარჩელი აკრძალვაზე. არაფერი არ შესრულდა, არავითარი შედეგი არ მოყვა თეა წულუკიანის კომისიას. უბრალოდ დრო გავყავს. ახლა კიდე ახალ კომისიას მოვიგონებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სარჩელი ხომ არის საკონსტიტუციაში ბატონო რეზო? მე გაბუჭებული გრამაფონივით ვახო, ვიმეორებ და ვიმეორებ. ეხლავე დავამთავრებ. რატომ არ შეიძლება დედამიწაზე მხოლოდ ქართველს არ ეწეროს საბუთებში ეროვნება? რატომ რითი ამართლებენ ამას? მე თვითონ 5 ჯერ მივწერე პარლამენტს და მე გამოაქვეყნე კათოლიკოს პატრიარქის სიცოცხლეში კათოლიკოს პატრიარქის ხელით დაწერილი წერილი პარლამენტს. დაუყოვნებლივ აღადგინეთ სამოქალაქო საბუთებში ეროვნება ქართველი. არავითარი შედეგი ამას ამოყვა. აი ახლა მე სადაც ვზივარ ჩემს სახლში ამ მაგიდასთან მე და გურამ შარაძემ დავწერეთ კანონ პროექტი. ბატონო რეზო ძალიან მოკლედ გადავაცილე დროს. სამოქალაქო საბუთებში ეროვნება და ეს პროექტიც 20 წელზე 30 წელია თითქმის შემოდებულია კაროზე. რატომ საყვარელო პარლამენტო, რატომ ძვირფასო ხელისუფლებო? მაგრამ მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უჭერ, რომ შედარებით ოპოზიციასთან, რომლის მთელი არსებობაც შეცდომაა, ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკურ ცხოვრებაში იმედიან გამონათებებს ვხედავ. მადლობა. ზანე ჩემოვახტო. მადლობა ბატონო რეზო, სამწუხაროდ ამოგვეწურა დრო, უნდა დაგემშვიდობოთ, რეზო მიჩველად ეს უსმენდით. თქვენ დღეს 3-ით უნდა დავასრულოთ, ორშაბათს შევხვდებით.